ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე თითქმის 3 თვე რჩება. ათასობით აბიტურიენტი ახლა გამოცდებისა და ცხოვრების ახალ საფეხურზე გადასასვლელად ემზადება. გამოცდებისთვის რეგისტრაცია უკვე დასრულდა. ახლა აბიტურიენტებმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. აირჩიონ მათთვის სასურველი პროფესია. წელს ვაბარებ, იურიდიულ ფაკულტეტზე ვაპირებ სწავლის გაგრძელებას. ბავშვობიდან მაინტერესებს, ძალიან მიზიდავს. თან ვთვლი, რომ პროფესიას, როდესაც ირჩევ, ხასიათს უნდა უხდებოდეს. ვაბარებ კომპიუტერულ მეცნიერებას. დღესდღეობით ძალიან აქტუალური არის ეს პროფესია, მომავლის პროფესია არის და ძალიან საინტერესო ვფიქრობ. ცხოვრების ახალ საფეხურზე აბიტურიენტებს ბევრი გამოწვევა აქვთ. გარდა იმისა, რომ მათთვის საინტერესო საქმიანობა უნდა აირჩიონ, გამოცდაზე საუკეთესო შედეგებისთვის თავიანთი შრომის მაქსიმუმიც უნდა აჩვენონ. დიდია საგამოცდო მასალაც. მირანდა კიკალიშვილი უკვე 18 წელზე მეტია, რაც აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ინგლისურში ამეცადინებს. ახლა კი თავის გამოცდილებას გვიზიარებს. ძირითადი გამოწვევა, როდესაც ენას ეხება საქმე, არის ენის პრაქტიკული ნაწილი. ანუ ლექსიკას და გრამატიკას შედარებით მარტივად სწავლობენ აბიტურიენტები, მაგრამ ძალიან უჭირთ ენის პრაქტიკული ნაწილის დაუფლება. აბიტურიენტების შემთხვევაში წერის ნაწილს ეხება საქმე. გამოცდების წინა პერიოდი საკმაოდ სტრესულია აბიტურიენტებისთვის, მაგრამ რატომღაც ანუ უცხოენასთან დაკავშირებით ეს შედარებით ნაკლებად ხდება, იმიტომ რომ პირველი სტრესი უფრო მე მგონი ქართული ენის გამოცდაზე მოდის, რადგანაც პირველი გამოცდა და მე უკვე შედარებით მარტივად ხვდებიან უკვე ინგლისური ენის გამოცდას. ჩემი რეკომენდაცია აბიტურიენტებთან მიმართებაში იქნება ის, რომ ძალიან ბევრი მუდმივად იმეცადინონ, არ დაკარგონ იმედი და ნაკლები ინერვიულონ გამოცდებზე, იმიტომ რომ აბიტურიენტთა უმრავლესობა, რომელიც მეცადინეობს, აუცილებლად დებს შედეგს. საგამოცდო მასალის სიდიდეზე აბიტურიენტებიც საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ დროის სწორი განაწილებით თავისუფალი დროც რჩებათ. მათთვის მთავარი გამოწვევა კი იმ ნერვიულობის დაძლევაა, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახლავს. თავარი გამოწვევა ალბათ შიშის დაძლევა არის. რამდენად მოვასწრებთ მაგალითად ამდენი მასალის გავლას, როგორ ჩავაბარებთ და ასე შემდეგ. ამიტომ ყველაზე კარგი არის კონცენტრაცია საკუთარ მიზნებზე. მასალა საკმაოდ დიდია და ერთი წელი ფიზიკურად ვერ გეყოფა მომზადებისთვის, განსაკუთრებით ქართულის თემის წერას სჭირდება მინიმუმ ერთი წელი, რომ კარგ ქულაზე დაწერა გამოცდა. მასალა ყველაფერში დიდია, მაგრამ გააჩნია როგორ ანაწილებ დროს. დროის სწორი მენეჯმენტი არის გამოსავალი და თავისუფალი დროც მრჩება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2025 წლის გამოსაცდელებს შეახსენებს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელებმა გადაიხადეს გამოცდებზე რეგისტრაციის საფასური 2 აპრილის 18 საათამდე, მაგრამ ვერ მიიყვანეს რაიმე მიზეზით რეგისტრაციის პროცესი ბოლომდე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აძლევს მათ საშუალებას 10 აპრილის 18 საათამდე დაასრულონ რეგისტრაცია. ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად სწორად გააკეთებენ პროგრამების არჩევას. პროგრამების არჩევისას ძალიან მნიშვნელოვანია გაითვალისწინონ, არის თუ არა აკრედიტებული ეს პროგრამა, რომელიც მათ აირჩიეს, რამდენია საფასური, რამდენი წელი მიმდინარეობს სწავლება, ის არის თქვა 180 კრედიტიანი, 240 კრედიტიანი აქ ბაკალავრიატზე საუბრო და მიაქციონ ყურადღება, ასევე გაზრდილი აქვს თუ არა ამ კონკრეტულ პროგრამაზე უმაღლეს სასწავლებელს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მიაქციონ ყურადღება, სად მდებარეობს ეს უმაღლესი სასწავლებელი ან კონკრეტულ პროგრამას სად განახორციელებს უმაღლესი სასწავლებელი. დარეგისტრირებულ აბიტურიენტებს არაერთხელ შეუძლიათ შეცვალონ საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტული ჩამონათვალი. მათი არჩევის, წაშლისა და გადანაცვლების საშუალება გამოსაცდელებს აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. ანა ალელიშვილი, ევრონიუს, ჯორჯია.